მოგესალმებით ძვირფასო კირჩხიბებო, წარმოგიდგენთ 2026 წლის ტაროლოგიურ პროგნოზს, სადაც განვიხილავთ ჯანმრთელობას, ფინანსებსა და კარიერას და სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს. იანვარი, თებერვალი, მარტი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და გექნებათ ბევრი ენერგია, შეიძლება მოგზაურობის ალბათობაც იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში წინსვლისთვის ბევრი ენერგია გექნებათ. აპრილი, მაისი, ივნისი უფრო შეიძლება იყოთ მიდრეკილი წარსულზე. ნოსტალგია მოგეძალოთ, ფიქრები მოგეძალოთ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ემოციურის გარდა ფიზიკური ჯანმრთელობა არის სტაბილური, მაგრამ მენტალურ ემოციურად შეიძლება უფრო რაღაცა დეპრესიული ფონი იყოს. რაც შეეხება ივლისი, აგვისტო, სექტემბერს, აქაც შეიძლება იყოს ღელვა, დარდი, შფოთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უფრო იქნება მენტალურ ემოციურ დონეზე. შესაძლოა ფიზიკურ დონეზე არც აისახოს, მაგრამ ეს კარტი ნიშნავს ასევე პანიკურ შეტევებსაც, ამიტომ მოერიდეთ გადატვირთვას და უფრო მეტად დაისვენეთ ამ პერიოდში. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბრის განმავლობაში აქ ჯანმრთელობა სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება, რომ გადააკონტროლოთ სასქესო ორგანოები, რეპროდუქციული სისტემა, მკერდი, საშვილოსნო, უბრალოდ გამოკვლევების დონეზე, რომ ყველაფერი იყოს მშვიდად. რჩევაში აქ არის ესეთი რჩევა და იქნება ორმხრივი, ნახეთ. თუ თქვენ ვინმეზე ხართ ძალიან გაბრაზებული, ამბრას ვერ აკონტროლებთ და მას უგზავნით რაიმე ცუდ სურვილს, ეს იქნება მენტალურად, ეს იქნება ემოციურად, ეს იქნება რაღაცა მაგიური რიტუალის სახით. დიდი ალბათობა არის, რომ წლის განმავლობაში ეს ყველაფერი უკან მობრუნდეს თქვენთან. ამიტომ კარგად გააკონტროლეთ და ცნობიერად იყავით თქვენ სურვილებთან, ფიქრებთან და მოქმედებებთან. მეორე ვარიანტი რაც შეიძლება იყოს, რომ აქ წლის განმავლობაში თქვენზე შეიძლება იყოს მაგიური თავდასხმები, რაც ჯანმრთელობაზე აისახება უფრო არა ფიზიკურზე, არამედ უფრო ემოციურზე, შფოთის, ნერვიულობის, უძილობის, რაღაცა საფუძველს მოკლებული შიშების და პანიკური შეტევების სახით. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომ იმუშაოთ უფრო დაცვაზე, აი თქვენ კადრშიც ხედავთ შავ ტურმალინს და შავ ობსიდიანს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით, ანუ ამაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს თუ რა განსხვავებაა მათ შორის და თითოეული მათგანი როგორ მუშაობს. ხო, ძირითადად ეს არის, ანუ მოერიდეთ, რომ თქვენ გაუკეთოთ რაიმე სახის ნეგატიური დაზიანება ვინმეს, იმიტომ რომ აუცილებლად აისხლიტავს ის ადამიანი და დაბრუნდება ისევ თქვენთან და თქვენზე თავდასხმების ალბათობა შეიძლება იყოს და აქაც ფრთხილად იყავით და უბრალოდ ესე იგი დაიცავით თავი სხვადასხვა მინერალებით, წმენდებით და ასე შემდეგ, ლოცვით, მედიტაციით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფინანსებსა და კარიერას, იანვარი, თებერვალი, მარტის პერიოდში აქ ძალიან ბევრს იმუშავებთ, ფინანსებით შესაბამისად იქნება კარიერული განვითარებაც, თუმცა შემდეგი 3 თვის განმავლობაში, უკვე აპრილი, მაისი, ივნისში იქნებიან მოშურნე ადამიანები, რომლებიც გითვალთვალებენ თქვენი შურთ, რაღაცა ინფორმაციის წაღებას შეეცდებიან, რაღაც თქვენი კრეატიული იდეების გადაკოპირებას და მოპარვას შეეცდებიან, რამაც შესაძლოა, რომ შემდეგ სამთოში თქვენში გულის დაწყვეტა და გამოიწვიოს რაღაცა გულის აცრუება, ხელის ჩაქნევა დაახლოებით ესეთ ვარიანტში. ივლისი, აგვისტო, სექტემბრის პერიოდში ცოტა უფრო რაღაცა ისეთ გულდაწყვეტილი შეიძლება იყოთ ამ მიმართულებით, რომ რაღაცა არ დაფასდა ის რომ ან თქვენი იდეები ვიღაცებმა ვთქვათ მიითვისეს, ან რაღაცა მოტყუების ალბათობაც შეიძლება იყოს სამუშაო ადგილზე,
მაგრამ აქ ამ მდგომარეობიდან გამოხვალთ, იპოვით აუცილებლად გზას და ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერში უკვე შემოვა ახალი შეთავაზებები, ახალი ფინანსების ახალი წყარო შეიძლება აღმოაჩინოთ. კარიერული ახალი შეთავაზებები შეიძლება იყოს, ბევრი ენერგია გექნებათ ახალი იდეების განსახორციელებლად და აქ რჩევაში გეუბნებათ ესეთ რაღაცას, რომ ნუ შეიზღუდებით, ნუ ჩაჯდებით სახლში და ნუ შემოისაზღვრავთ თქვენს პოტენციალს ერთი ქვეყნით. ხო? გეუბნებათ ესეთ რაღაცას, რომ იმოგზაურეთ, გქონდეთ კონტაქტები საზღვარგარეთთან, სხვა ქალაქებთან, სხვა ქვეყნებთან, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა გრანდიოზული სიახლეების და ფინანსური წყაროების ახალი სფეროების მიმართულებით, ახალი ქვეყნების მიმართულებით არის შესაძლებელი, რომ იყოს ესეთი პერსპექტივები. რაც შეეხება პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობას, პირველი 3 თვე თითქოს ხელფეხშეკრულად იგრძნობთ თავს, რაღაცები გაჩერდება, მაგრამ თქვენთვის სასიკეთო იქნება ეს პერიოდი, რადგან სხვა პერსპექტივიდან შეხედავთ ამ სიტუაციას. აპრილ-მაის, ივნისში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეიძლება წარსულიდან იყოს და რაღაცა შეთავაზება შეიძლება გააკეთოს. შეიძლება უბრალოდ რაღაცა პატარა ნაბიჯი გადმოდგას თქვენგან, თუმცა ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ საბოლოო ჯამში მან დასვათ წერტილი. იმიტომ რომ ივლისი, აგვისტო, სექტემბრის განმავლობაში ამ ადამიანთან დასვამთ წერტილს და საბოლოო ჯამში დაიხურება ეს ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. და ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერში უკვე რაღაცა ახალი იწყება. შეიძლება მოგზაურობაში გაიცნოთ ახალი ადამიანი. შეიძლება უბრალოდ პარტნიორის გარეშე იყოთ რაღაცა პერიოდი, მაგრამ ძალიან ბედნიერად გრძნობდეთ თავს, თუმცა ფორტუნა თქვენ მხარეზე იქნება და იქნებით ძალიან მიმზიდველი. თუ მოგინდებათ ამ პერიოდში, აი წლის ბოლო 3 თვეში შესაძლოა რომ დაიწყოთ კიდეთ ურთიერთობა. თუმცა წელი საკმაოდ ტრანსფორმაციულია ამ მიმართულებით. რაც ნიშნავს იმას, რომ თითქოს წარსულ ადამიანთან, წარსულ პარტნიორთან შეიძლება, ან ვისაც იყო ფლირტი, მოწონება, არ არის გამორიცხული, რომ სიყვარულიც ყოფილიყო. თითქოს რაღაცა იმედის ნაპერწკალი შემოგრჩათ, მაგრამ ეს იმედის ნაპერწკალი, ასე ვთქვათ, არის ილუზორული, რადგან აქ ეს ადამიანი ვერ შეძლებს თქვენს დაკმაყოფილებას ვერც ერთი მიმართულებით. ანუ შესაძლოა რაღაცა რომანტიული დაპირებები, უფრო რაღაცა პოეტური, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს მატერიალურს არ ეფუძნება, არანაირ შეთავაზებას, არანაირ პასუხისმგებლობის აღებას ურთიერთობაზე. ეს იქნება უბრალოდ აი რაღაცა ჰაერში, ფლირტი, მაქსიმუმ სექსუალური ურთიერთობა, ოღონდ ესეც არ მოგცემთ მოკლედ სტაბილურობის განცდას. აქედან საბოლოო ჯამში წამოხვალთ, მაგრამ აქედან წასვლის მერე სამყარო გიმზადებთ ძალიან დიდ საჩუქარს და შეხვდებით თქვენს soulmates. შესაძლოა 2026 წლის ბოლო 3 თვეში, როგორც გითხარით, ან 2027-ის დასაწყისში. თქვენი ლოცვა, αφირმაციები და ვიზუალიზაციები გამოიღებს ნაყოფს და ასე ვთქვათ, მოიზიდავთ ისეთ პარტნიორს, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით. შესაძლოა ეს ადამიანი უკვე იყოს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ ელოდებოდეს, რომ თქვენ დახუროთ წარსულში არსებული ურთიერთობები, რომლებიც გაფერხებთ და ეხლა ტყუილად მიაქვს თქვენი ენერგია და ჰაერში არის დაკიდებული, მოკლედ, ვერც წინ მიდის საქმე და ვერც ამთავრებთ. აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომ დახუროთ ესეთი ურთიერთობები, რათა ახალი პარტნიორული ურთიერთობები გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. წლის მინერალს, რაც შეეხება, ფოტოზე არის აწერია როდონიტი, მაგრამ ნახატზე არის გამოსახული როდოქროზიტი. შესაბამისად, რადგან ესეთი მესიჯი არის, აქ რეკომენდირებული იქნება ორივე. როდონიტიც და როდოქროზიტიც. ორივე მუშაობს გულის ჩაკრაზე, სასიყვარულო სფეროზე, ღრმა შრეებში დალექილ
ტრამვებზე გულთან, სიყვარულთან, პატიებასთან მიმართებაში და უფრო გულის ჩაკრაზე მუშაობს ორივე მათგანი. და დაცვის თვალსაზრისით, როგორც თქვი, გაშლის დასაწყისში კარგი იქნება შავი ობსიდიანი და შავი ტურმალინი. მადლობას გიხდით ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლომდე და იანვრის პირველი 2 კვირა ჩემი გამომწერებისთვის იქნება 30%-იანი ფასდაკლება წლის 2026 წლის ინდივიდუალურ პროგნოზზე, სადაც შევა ჯანმრთელობა, ფინანსები და კარიერა, სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობები და რჩევა ამ ყველა მიმართულებით 12 თვის ჭრილში. ინფორმაციას დავტოვებ ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის გვერდზე. მადლობას გიხდით არხის გამოწერისთვის და მხარდაჭერისთვის. გისურვებთ ბედნიერ 2026 წელს.